მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. ზოგადად მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და კომენტარებს, ვინც ამიცნობთ. გაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკის შეგვიძლიათ მომწეროთ პირადში, მითითებულ ნომერზე WhatsApp-ში ან Telegram-ში. დღეს მინდა გავაკეთოთ ესეთი გაშლა. ნახოთ, რა იხურება თქვენ ცხოვრებაში და რომელი კარები იღება ხო თქვენ ცხოვრების რომელი ეტაპი შემოდის. ნახოთ, რა იხურება და რა იღება თქვენ ცხოვრებაში. ვარიანტი გავაკეთოთ. ორი ვარიანტი გავაკეთოთ. პირველი ვარიანტი, რა იხურება და რა შემოდის და მეორე ვარიანტი, რა იხურება და რა შემოდის. თეთრი სპილო, პირველი ვარიანტი, ყავისფერი თუ შავი სპილო, ყავისფერი, მეორე ვარიანტი. ნახოთ. რა იხურება და რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში. იმედი აირჩიეთ, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, ვინც აირჩია თეთრი სპილო, ესე დავდებ და ხარავს. რა იხურება პირველ რიგში? იცით რა იხურება? აი ნახეთ, ეხლა თუ თქვენ გქონდათ ის მომენტი, რომ ცოტა ფინანსური პრობლემების მდგომარეობა იყო, გაურკვევლობები იყო თავისთავად მოხდა არკანი. როდესაც გაჩერებული იყო მდგომარეობა და არაფერი არ ხდებოდა, აი ზუსტად ეს სიტუაციები იხურება, ხო? იხურება ის მდგომარეობა, სადაც თქვენ ვერ ახერხებდით, რომ წინ წასულიყავით, გამარჯვებული ყოფილიყავით, რაღაცნაირად მთავრდება აი ეს ჩაკეტილი გზები. ვიღაცამ შესაძლებელი აქვს რაღაცა, მოდით ესე ვიტყოდი, კონკრეტულად მიმართა, თქვათ, რიტუალებს, ან უბრალოდ უყურა წვენის რიტუალებს, ან უბრალოდ, რა ვიცი, ლოცულობს, ხო, და ის ხშირად ტაძარში გადაწყვეტილება მიიღო. და აი ზუსტად ეს იხურება, თქვენს ცხოვრებაში იხურება მდგომარეობა, თუ კი რაიმე ნეგატიური არსებობდა, თუ კი რაიმე გზა იყო ჩაკეტილი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პირად ურთიერთობასთან მიმართებაში იყო, კარიერასთან მიმართებაში იყო, მატერიალურთან იყო, ხო, ანუ ყველა კარები იკეტება, რომელიც თქვენ არ გაძლევდათ საშუალებას, რომ წინ წასულიყავით, ხო, რაღაცა არის ხომ ესეთი მომენტი, რომ შევდივართ იქ, სადაც არ არის ჩვენი ადგილი, ხო, აი ყველა კარები მოიკეტება და ზუსტი და სწორი მიმართულების გზა მოგეცემათ თქვენი წარმატებისკენ, ხო, აი ესეთი თუ კი რამე არ გამოგვდიოდა და თქვათ ამაში იცით რა მომენტი არის კიდე რა იკეტება, ეს რატომღაც ესე წამოვიდა, აი უმოქმედობის მდგომარეობა, როცა სახლიდან გასვლა რო არ გვინდა, თითქოს სახლის კარებს გვიკეტავს ვიღაცა, გვაგდებს გარეთ და გვეუბნება, რომ წადი წინ, იარე წინ, იმიტომ რომ შენ გელოდება დიდი წარმატება და დიდი გამარჯვება, აი რაღაც ეს მომენტი არის. და რა კარები იღება. აი აქ უფრო პირადული მომენტი არის. ნახეთ, როგორც ჩანს, აქ პირადულში თუ გქონდათ რაიმე კრიზისული პერიოდები, რაიმე პრობლემები, რაიმე ტკივილები, ხო? აი ზუსტად ეს ტკივილები და ეს მდგომარეობა გავა თქვენი ცხოვრებიდან, თქვენ ცხოვრებაში შესაძლებელია, მოდით ესე ვთქვათ, მე ესე ვიტყვი, რომ არ ვიცი რატომღაც მიჩვენებს, რომ წარსული ადამიანი შეიძლება ბრუნდებოდეს თქვენთან ურთიერთობაში და რაღაცა ურთიერთობის ახალ ეტაპს გთავაზობდეთ, რომელსაც ქვია დაოჯახება, რომელსაც ქვია შვილი, ხო, რაღაც ესეთი კარები იღება უფრო პირადი ურთიერთობების დალაგებისთვის. მე ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურათაც არ იქნებით, ძალიან კარგად იქნებით ფინანსურათაც, მაგრამ აი უფრო მეტად პირველ ვარიანტში არის ის მომენტი, რომ იხსნება თქვენი პირადი ურთიერთობის აქ შესაძლებელია ვიღაცასთან რაღაც ნეგატიური მომენტებიც იყო და ანუ რაღაცა გაუანალიზებელი იყო, მაგრამ ადამიანმა მიიღო გაანალიზება, მიხვდა, რომ თქვენ ხართ მისთვის ღირებული, მიხვდა, რომ უნდა იმოქმედოს, თუ არა და დაკარგავთ, თუ არა და თქვენი ურთიერთობა აღარ გაგრძელდება და შესაბამისად ადამიანი შეიძლება ცოტა ხანი გაშვებული გყავდათ შეიძლება ურთიერთობიდან, ან უბრალოდ ურთიერთობა გყავდათ მიშვებული, როგორ თვითონ როგორ მოიქცეოდა, ხო? და აი აქ ადამიანი იწყებს მოქმედებას და ადამიანი იწყებს რაღაცა ურთიერთობის უფრო სხვა ეტაპზე გადასვლა. მშვენიერია პირველი ვარიანტი, ანუ ყველაფერი, რაც
პრობლემას გიქმნიდეთ და არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას, ყველაფერს უკან მოიტოვებთ და თქვენი პირადი ურთიერთობები განსაკუთრებით, რომელიც შეიძლება თქვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, უფრო აქტიურ ფაზაში შემოდის, ხო, რაღაცა უფრო მეტი პასუხისგებლობით ივსება ესე, რომ თქვა. ძალიან კარგი, პირველი ვარიანტისთვის. შვენიერია. ვერაფერს იტყვი. და მეორე ვარიანტი ვინც აირჩია. ესე დავუდოთ, რომ კარგად. მეორე ვარიანტი, რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? ეს ნიშნავს ნახეთ, ვიტყოდი, რომ თქვენი ცხოვრებიდან მიდის აი აქ აშკარად მიდის ადამიანი, კონკრეტული ადამიანი, შესაძლებელია კონკრეტული სიტუაცია, რომელიც არ გაძლევდა წინსვლას, რომელიც არ გაძლევდა თქვენ ცხოვრებაში, აი რაღაცა, ნახეთ, მაინდამაინც მოდით ურთიერთობაზე გადავდოთ, თქვათ, ხო? თუ ურთიერთობაზე თუ არის, ხო, მიდის თქვენგან მანიპულატორი ადამიანი, რომელიც გართმევთ ენერგიას, არ გაძლევდათ რესურსს და პირიქით თქვენით იკვებებოდა, ხო? აი აქ როგორი მომენტი არის, იცით, გარდა ამისა შესაძლებელია ვთქვათ, რომ თქვათ სამსახურში. ხო, არიან ესეთი ადამიანები, რომ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ წინ წავიდეთ, ხო, სულ რაღაცა ბლოკავენ, სულ რაღაცა უკმაყოფილოები არიან, სულ რაღაცა ცდილობენ. აი ხა თქვენთან მიმართებაში კონკრეტული ადამიანი მიდის. კონკრეტული ადამიანი გადის თქვენი ცხოვრებიდან, კონკრეტული მამრობითი სქესის ადამიანი არის ეს, მამაკაცი არის, რომელიც არის ძალიან ისეთი ცივი ურთიერთობაში, მანიპულატორი, სუცდილობს, რომ ყოველთვის დამნაშავე თქვენ გამოგაჩინეთ, ყოველთვის თქვენ, ნახეთ, სულ რომ დამნაშავე თვითონ იყოს, ადამიანი ცდილობს იმას, რომ საბოლოო ჯამში ისე მოატრიალოს ყველაფერი, თქვენ გათქვევინოთ, რომ ხო, მე ვარ დამნაშავე ამ ყველაფერში და მაპატიე, ხო, აი რაღაცა ესეთი მდგომარეობა, აქ კონკრეტული ადამიანი მიდის თქვენი ცხოვრებიდან, კონკრეტული პიროვნება, რომელიც არის ძალიან ისეთი მძიმე ხასიათებით შეიძლება ითქვას, ხო, აი რაღაც ჩამოუყალიბებელი, ესე ვიტყოდი, შესაძლებელია რაღაც მომენტში, პროფესიითაც, არ ვიცი, ხა პროფესიაზე რამდენად ისეთი მომენტი, მაგრამ რაღაცა კონდეს ძალოვან სტრუქტურასთან ან ექიმი იყოს, ხო, რაღაცა ისეთი რატომაც ესეთი ინფორმაცია მოდის. ეს რა თქმა უნდა საჯაროა და ძალიან ისეთი ცირედისთვის იქნება, ხო, ესეთი მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენგან რესურსი იღებდა, რომელიც იყო თქვენი საჭიროება, ანუ ძალას, სიცოცხლო ძალასაც შეიძლება ითქვას. აი რაღაც ეს მომენტი არის. კონკრეტული პიროვნება მიდის თქვენი ცხოვრებიდან, კონკრეტულ პიროვნებასთან იკეტება თქვენი კარები. და რა შემოდის? ახალი პერსპექტივები შემოდის, ახალი ძალები შემოდის თქვენ ცხოვრებაში, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ მე უკვე დაინახავთ, ეხლა თუ ფიქრობთ, რომ აი არც არაფერი და საერთოდ რანაირად უნდა გამოწვევთ რაღაცა კონკრეტული სიტუაცია, არა, მშვენივრად იღება თქვენთვის კარები, ახალი. მე ესე ვიტყოდი, სამი ვარიანტი გექნებათ ცხოვრებაში. სამი კარები გაიღება, რომლის არჩევაც თქვენთვის იქნება მინდობილი, ხო? ანუ სამართლიანად, მოდით ესე ვიტყოდი, აქ სამართლიანად გიბრუნდებათ რაღაცა კარგი ეტაპი ურთიერთობებთან მიმართებაში განსაკუთრებით, იმიტომ რომ იმდენი გამოიერათ, როგორც ჩანს, აქ უკვე ახალი ურთიერთობა შემოდის, მაგრამ ესე ვიტყვი, რომ სამი ურთიერთობა იქნება, სამი ადამიანი, ესე ვიტყოდი, რომელიც შესაძლებელია რაღაცა არჩევანის წინაშე დადგეთ, ხო? ესე ვთქვათ, ნახეთ, აქ ძალიან კარგი პერსპექტივა არის ურთიერთობასთან მიმართებაში, არის აქტიურობა, არის ცით როგორი ენერგიები შემოდის და როგორი კარები იღება თქვენთვის, სადაც აი სამყარო მიგიყვანთ სამართლიანად, მიგიყვანთ სწორად, იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით, სამი ვარიანტი გექნებათ, მაგრამ აი ზუსტ სამყარო მოგცემთ ნიშანს, რომ ზუსტი ვარიანტი აირჩიოთ.
აი ზუსტი მინიშნებებს მოგცემთ სამყარო და დააკვირდით, აი მინიშნებები შეიძლება იყოს ციფრებთან მიმართებაში, შეგხვდეთ ხშირად მაგალითად ციფრი 9-იანი ან 2-იანი, აი კარგად დააკვირდით, აი თუ ხშირად შეგხვდათ 2-იანების წყობა ან 9-იანების წყობა, აი ესე იგი ну რაღაცა განიშნებთ სამყარო, ხო? ან თქვა 9 რიცხვში იყოს ადამიანი დაბადებული, ან რაღაცა 9 რიცხვში ხელი მოაწეროთ რაღაც კონტრაქტს, ან 22-ში, ან 2-ში, ხო? რაღაცა 9 და 2-იანი ძალიან ისე ფიგურირებს და ეს იქნება თქვენთვის ნიშნები, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხო? აი ციფრები, რომელიც რაღაცის მთქმელი არის თქვენთვის. მშვენიერი კარები იღება, ვერ ვიტყვი, ფორტუნა თქვენსკენ ტრიალდება, ცხოვრება თქვენსკენ ტრიალდება, განსაკუთრებით ურთიერთობაში გექნებათ ძალიან კარგი ეტაპი, ესე რომ ვთქვათ, ძალიან ესეთი ძლიერი, აქტიური და სავსე, აი, რო ვიტყვი, დადებითი ენერგიებით და ემოციებით სავსე. მოკლედ, მშვენიერი ორივე ვარიანტი, ძალიან კარგად დაალაგდა, ესე ვიტყოდი, მე გისურვებთ, რა თქმა უნდა, ბედნიერებას, რა თქმა უნდა, სიხარულს, რა თქმა უნდა, წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს და შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომმართოთ პირად შეტყობინებაში WhatsApp-ზე ან Telegram-ში მითითებულ ნომერზე. დროებით გემშვიდობებით.